გამარჯობა. დღეს ერთად ჩაუღრმავდებით თქვენს მიერ მოწოდებულ მასალას. ეხება სულის უკვდავების ქრისტიანულ გაგებას. ერთი შეხედვით თითქოს ნაცნობი თემაა, ხო? მაგრამ წყარო საინტერესო კითხვას სვამს. საკმარისია კი მხოლოდ სულის უკვდავება, რომ გავიგოთ რა ელის ადამიანს სიკვდილის შემდეგ ქრისტიანული გაგებით, თუ რამე მეტია საჭირო. მოდით ვნახოთ. დიახ, მართლაც მნიშვნელოვანი დაზუსტებაა შესატანი. საქმე ისაა, რომ აქ, ესე იგი, არავინ უარყოფს სულის უკვდავების იდეას. ეს იდეა, მართალია პლატონისგან მოდის, მაგრამ ეკლესია მიიღო, ტრადიციის ნაწილი გახდა, აქ მთავარი ისაა, თუ რა ადგილი უჭირავს ამ სულის უკვდავებას, მთლიანად ადამიანთან და რაც მთავარია აღდგომის რწმენასთან მიმართებით. ესაა აქ საკვანძო. გასაგებია. წყარო ხას უსვამს, რომ ადრეული ეკლესია ამ იდეას სულის უკვდავებას გარკვეული პირობებით იღებდა. რა პირობები იყო ეს? ხო, სამი მთავარი თეზისია, ასე ვთქვათ. პირველი, სულები არიან ქმნილებები. ღმერთმა შექმნა, ისინი თავისთავად მარადიულად არ არსებობენ. მაგალითად, ორიგენეს ჰქონდა იდეა სულთა წინარე არსებობაზე, სხეულამდე რო არსებობდნენ, მაგრამ ეს მეხუთე მსოფლიო კრებამ დაგმო. მეორე და ეს ჩვენი დღევანდელი საუბრისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, სული თავისთავად არ არის ადამიანი. არ უნდა გავაიგივოთ. ადამიანი არის ფსიქოსომატური ერთობა. სხეული და სული ერთად. განუყოფლად. გასაგებია. და მესამე, პიროვნების უკვდავება, ნამდვილი ქრისტიანული გაგებით, ეფუძნება არა სულის ბუნებრივ თვისებას, რომ ის არ კვდება, არამედ ქრისტეს აღდგომას და ჩვენი სხეულების მომავალ აღდგომას. თუ სული იგივე ადამიანი არ არის, მაშინ გამოდის, რომ მხოლოდ სულის გადარჩენა სიკვდილის შემდეგ ვერ წყვეტს სიკვდილის პრობლემას, როგორც მთლიანი ადამიანის არსებობის დასასრულის. ზუსტად ეგ არის წყაროს მთავარი არგუმენტი. წმინდა ათანასე დიდის მაგარითი მოყავს. ათანასე, რა თქმა უნდა, აღიარებდა სულის უკვდავებას, მაგრამ სიკვდილს მაინც უყურებდა როგორც უდიდეს ტრაგედიას, ხმნილების ხრწნადობას დაშლას, ერთგვარ უმყოფობად, არარსებობად. საინტერესოა. მისთვის ხსნა იყო არა იმაში, რომ სული ბუნებით უკვდავია, არამედ ლოგოსის, ღვთის სიტყვის განკაცებაში და რაც მთავარია, აღდგომაში. იმიტომ რომ ეს მოიცავს სხეულსაც, ადამიანის სრულ ბუნებას. ხომ ხვდები? კი. ამიტომ თუ ვიტყვით, რომ ადამიანის მთავარი მე მხოლოდ უკვდავ სულშია, მაშინ რა გასაჭიროა სხეულის აღდგომის მოლოდინი. და თვითონ ქრისტეს განკაცება აღდგომაც, თავის ფუნდამენტურ მნიშვნელობას კარგავს, არა? ლოგიკურია. ეს მიგვიყვანს იმ განსხვავებამდე, რასაც წყარო საუბრობს, ხო? ბუნებრივი და პიროვნული უკვდავება. დიახ. სულის ბუნებრივი უკვდავება, ის ფაქტი, რომ სული სიკვდილის მერე უბრალოდ აგრძელებს არსებობას, თავისთავად არ არის ხსნა, წყაროს მიხედვით, ამ ბუნებრივი თვისების გამო, დაწევლილებიც კი მარადიულად არსებობენ. მაგრამ ეს არსებობა სიკვდილოდ მოიაზრება. სიკვდილად, რატომ? იმიტომ რომ მას აკლია პიროვნული იდენტობა. ისეთი იდენტობა, რომელიც ღმერთთან დადებითი პიროვნული ცოცხალი ურთიერთობით მიიღწევა. გახსოვთ სახარების ფრაზა, არ გიცნობთ თქვენ. ამას ძალიან ღრმა ონტოლოგიური, ყოფიერებითი მნიშვნელობა აქვს. ღმერთის მიერ დავიწყება, მისი მეხსიერებიდან ამოშლა, ფაქტობრივად პიროვნული არარსებობის ტოლფასია. ესე იგი, ღმერთს თუ ახსოვხარ არსებობ. სწორედ ამიტომ ლოცულობს ეკლესია მიცვალებულთა საუკუნო ხსენებისთვის. ღმერთის მეხსიერებაში ყოფნა ნიშნავს არსებობას, ნამდვილ არსებობას. მაშა სადამე, ხსნა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სულის გადარჩენა. ეს უფრო პიროვნული იდენტობის მოპოვება და შენარჩუნება გამოდის. დიახ. ეს არის საკუთარი პიროვნული იდენტობის, უნიკალურობის ჰიპოსტასირება, განმტკიცება, რეალიზება, ოღონდ ღმერთთან თავისუფალ სასიყვარულო ურთიერთობაში. და ეს ურთიერთობა ქრისტეს მეშვეობით ხდება შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეკლესიის წიაღში ქრისტეს მეშვეობით ეს ეხება ანგელოზებსაც კი სხვადასხვა. მათი ბუნებრივი უკვდავებაც უსარგებლოა ქრისტესთან ამ პიროვნული კავშირის გარეშე. გასაგებია. და წყაროს ავტორი ცოტა წუხს კიდეც, რომ თანამედროვე აზროვნებაში ხშირად თითქოს კომფორტს ვეძებს სულის უკვდავების აბსტრაქტულ იდეაში. და გვავიწყდება აღდგომის ცოცხალი იმედი. ადამიანის სრულყოფილი აღდგენის მოლოდინი, სხეულით ურთ. და მაგალითიც მოყავს, ხო?
დაგრძლავაზე. კი. დაკრძალვის მაგალითი, სადაც მღვდელი სიკვდილს რატომღაც მშვენიერს უწოდებს. რაც აშკარად ეწინააღმდეგება პავლე მოციქულს, რომელიც სიკვდილს უკანასკნელ მტერს ეძახის. და იმ საგალობელსაც ვტირი და ვგოდებ. ანუ სიკვდილი ტრაგედია, მტერია დასამარცხებელი და არა რაღაც მშვენიერი. ესეც დაფიქრების საგანია. მართლაც. ასე რომ შევაჯამოთ. თქვენი წყაროს მთავარი აზრი, ესე იგი, არის ის, რომ ქრისტიანული იმედი მარადიულ სიცოცხლეზე ფესვგადგმულია არა მხოლოდ სულის ბუნებრივ უკვდავებაში, თუმცა ესეც აღიარებულია, არამედ უპირველეს ყოვლისა ქრისტეს პიროვნებაში, მის აღდგომაში და შედეგად მთელი ადამიანის სულისა და სხეულის ერთად მომავალ აღდგომაში. აი ესაა პიროვნული იდენტობის სრული აღდგენა და მარადიული ცოცხალი არსებობა ღმერთთან ურთიერთობაში. და ბოლოს, მოდით, თქვენთვის, ჩვენი მსმენელისთვის დავტოვოთ ეს კითხვა დასაფიქრებლად. როგორც სulis თქვენს წარმოდგენას სიცოცხლეზე, სიკვდილსა და იმედზე იმის გააზრება, რომ მთავარი აქცენტი კეთდება არა იმდენად სულის გადარჩენაზე, არამედ მთელი პიროვნების, სხეულიანად აღდგომაზე ქრისტეში და ღმერთთან მარადიულ ურთიერთობაზე.